28 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესიაში შობის მარხვა იწყება. საეკლესიო კალენდრის მიხედვით იგი 40 დღეს მოიცავს და 7 იანვარს უფლის შობას დასრულდება. საშობაო მარხვის შესახებ ვრცლად სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარ მამაოჟე სონგულაშვილთან ვისაუბრებთ. მამაოჟე დაგლოცეთ და უღრმესი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დავლოცული და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მამაოჟე, რა ისტორია აქვს შობის მარხვის დაწესებას და ზოგადად რატომ არის მნიშვნელოვანი მარხვის დაცვა? შობის მარხვა ძველ დროიდან მოჰყვება ესე და ასე ვთქვათ განსაკუთრებული მარხვა არის. თუ დაუკვირდებით რომ ქრისტეს შობასთან გვახლოვებს, ხო? გვამზადებს მარხვალ მორწმუნე მართლმადიდებელ ადამიანს საზოგადოებას ამზადებს ქრისტეს შობის დღესასწაულთან. ჩვენ ვხედავთ რომ კაცობრიობის გამოხსნა ესე ვთქვათ იწყება რა თქმა უნდა ხარებიდანაც ესე ითვლება ხო რა თქმა უნდა და შობა ქრისტეს შობა უშუალოდ ხდება უდიდესი მადლი წყალობა ღვთისა მოღება კაცობრიობაზე უღვთისწყალობისა რომ ღმერთი განკაცდა ძე ღმერთი განკაცდა და აი ამისთვის ამ დღისთვის ჩვენ განსაკუთრებულად მართლმადიდებლმა ეკლესიამ სამყარომ დააწესა მარხვა რომ ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებოდეთ რა თქმა უნდა მარხვის არსზე დანიშნულებას არის გულის და გონების განწმენდა გულის და გონების განწმენის გარეშე შეუძლებელია რომ შენ ღმერთი იხილო ადამიანმა შენ იმ დღესასწაულის სულიერი დატვირთვა და აზრი გაიგო და მიწვდე წარმოუდგენელია განუწმენდელი გულის და გონებით შენ სულიერ საკითხებს მიწვდე ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შობის მარხვის დაცვაც და ყოველი მარხვის დაცვაც და დღესასწაულისთვის განსაკუთრებული მზადება. რატომ ითვლება შობის მარხვა უფრო მსუბუქად ვიდრე მაგალითად აღდგომის მარხვა? აღდგომა იცით დღესასწაულთა დღესასწაულია ბრწყინვალე დღესასწაულად იწოდება ბრწყინვალე აღდგომად ეს უდიდესი დღესასწაულია და აღდგომის მარხვა მძიმე მარხვა დიდ მარხვად იწოდება შობის მარხვა იცით რომ საკვებითაც ესე ვთქვათ 25 დეკემბრამდე 4 შაბათ პარასკევის გარდა არის თევზით ხსნილი და უფრო ესე მსუბუქად არის ხოლმე მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით 31-ში და 1-ში და 2-ში არის ხოლმე თევზით ხსნილი ისე რომ 25 დეკემბრიდან არ არის თევზით ხსნილი 7 იანვრამდე მაგრამ პატრიარქის ლოცვა კურთხევით ესე ქართველებს უმხსნილებს უფრო რაღაც მსუბუქად არის ესე ვთქვათ მსუბუქად მაგრამ რაში გამოიხატება სიმსუბუქე ჩვენ რა თქმა უნდა მარტო კვებაზე არ უნდა ქონდეს აქცენტი გადატანილი გასაგებია შეიძლება თევზს ჭამდი ადამიანი იღებდე ან თუნდაც არ იღებდე მაგრამ ერთია რომ ყოველ მარხვას და ამ შემთხვევაში შობის მარხვას უნდა ახლდეს ლოცვა და უნდა ადამიანი მიდიოდეს განუწყვეტელ ლოცვამდე ლოცვის სიყვარული ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი არის და უნდა ფიქრობდეს ყოველი მორწმუნე ადამიანი რომ აიქამდე უნდა მივიდეს რომ პავლე მოციქული ბრძანებს მოუკლებლად ლოცულობდით ეს არ ნიშნავს რომ სულ ფეხსეთ გახარ და სულ ფსალმუნებს კითხულობდით არა სადაც გინდა იყო იქ ყველგან უნდა იყოს ღმერთი შენს გულში და ყველგან უნდა იყოს შენ ღმერთთან სადაც გინდა იყოს და ეს შესაძლებელია სახურებებით ლოცვით აი შობის მარხვა აი ეს მარხვა შეიძლება რომ იესო ტკბილო იკითხოს ადამიანმა აი სიმსუბუქე რაშია ხო საკვებზე გასაგებია მაგრამ დაუჯდომელი უნდა იკითხოს რა თქმა უნდა მოძღვრის ლოცვა კურთხევით შეიძლება იესო ტკბილო წაიკითხოს შეიძლება ღვთისმშობლის დაუჯდომელი ვინმე შეიძლება ფსალმუნები იკითხოს ვინმე შეიძლება იესოს კანონი მოძღვარმა სკვნილზე ლოცვა უთხრას ან მოძღვრის ლოცვა კურთხევით შეიძლება რომ ეს ლოცვები გააძლიეროს და აი სიმსუბუქე რაღაც ცოტა ისეთი ნათქვამია ჩვენ ადამიანური ბუნებიდან რომ იმ სუბუქი რაღაც საკვებთან ახამ ასოცირდება სინამდვილეში ჩვენ უნდა გვიხაროდეს ყოველი მარხვა როდესაც ადამიანის სისუფთავეს მიჩვეულია აი დიასახლისი მაგალითად მას სახლის დალაგება რა თქმა უნდა ტვირთთან არის და დაკავშირებული იმიტომ რომ ჯაფა უნდა გასწიოს მაგრამ შინაგანად ის ხარობს ამით და დალაგებულ სახლით ხარობს მაგრამ მოსუფთავებულისა აი ესეა მორწმუნე ადამიანიც რომ შეიძლება რა თქმა უნდა შრომასთან ტვირთის ზიდვასთან არის დაკავშირებული მარხვაც ეკლესიაში სიარული წირვალოცვას დასწრებაც მაგრამ შინაგანად მორწმუნე ადამიანის სულიერად აქვს ზეიმი იმიტომ რომ მან იცის რატო მარხულობს, რატო ლოცულობს, რატო ეზიარება და შინაგანად მუდამ გრძნობს ქრისტეს, რომ მასთან არის ღმერთი და არც ერთი წამი არ არის ქრისტეს გარეშე. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების დევიზი. ვის ეძლევა ხოლმე კურთხევა, რომ მხოლოდ სულიერად იმარხულოს და საკვებისგან თავი არ შეიკავოს? ასეთ შეღავათებს მოხუცებს, ორსულებს, ბავშვებს თუ აძლევთ? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ახლა არის ესეთ შემთხვევები, როდესაც ადამიანს ფიზიკური პრობლემები აქვს, მაგრამ მე თავიდანვე დავძენ, რომ
არის ხოლმე ჯერ მარხვა არ დაწყებულა და ადამიანების რიგით გება მოძღვართან რომ აიცი მამაო აი იცი ეს მტკივა კუჭი იცი ეს რაღაც პრობლემა მაქვს შაქარი მე ეკითხები რომ აბა ინსულინს თუ იკეთებ თურმე არაფერი იოლ ფორმებში აქვს შესაძლებელია რომ იმარხულო ხო ან იცი მამა რაღაცა ესეთი პრობლემას გეუბნება და ამ დროს ჯერ მარხვა არ დაუწყე და მარხვამ ყოფილა რომ შედეგიც არ უნახავს ცუდი მარხვისა რომ მაგალითად რაღაც გაუჭირდა ფიზიკურად და მე მივიდეს მოძღვართან და უთხრეს რომ მამო გამიჭირდა და შემოსულუქე. აი მე მგონია უფრო ეს სწორი ფორმა არის მოძღვართან და უთხრეს რომ მამო გამიჭირდა და შემოსულუქე. აი მე მგონია უფრო ეს სწორი ფორმა არის. ანუ ჯობია რომ ჯერ დაიწყონ და მე დრო აჩვენებს შეძლებენ თავიდანვე ნუ არ არის რა გამოკვეთილი რამე ისეთი დაავადება რომელიც უნდა აუცილებლად ან ხორცის პროდუქტი ან თავიდანვე მკაფიო გამოკვეთილება და ექიმის დასკვნა რეკომენდაცია თუ არ არის ადამიანი ეძლევა შიშს რომ აი მე ახლა მარხვა იწყება და სინამდვილეში ქვეცნობიერში მან უნდა რომ კომფორტულად იცხოვროს და სინამდვილეში უნდა ვიცოდეთ რომ ეკლესიური ქრისტიანული ცხოვრება ეს არის საკუთარი თავის დისკომფორტში ცხოვრება. სულ მუდამ დისკომფორტი უნდა შეუქმნას შენ თავს და აი ჩვენ ამით ცოტა ვაშავებთ ხოლმე თავიდანვე რომ რიგი დგება მოძღვრამდე რომ აი მამაო ამით ჩემი მსუბუქე იმით ჩემი მსუბუქე ესეთი რამეც ყოფილა რომ ადამიანი მოსულა და მე მკაცრად მithქვამს რომ არა არ არის საჭირო მარხვის გამხსნილება მოდი დავიწყოთ თუ რამე გამოიკვეთა პრობლემა მე რა თქმა უნდა და მთელი მარხვა ისე იმარხულა რომ მოსულა ადამიანი და მადლობა უთქვამს ჩემთვის რომ მამაო აი მე მადლობა მე ვერ წარმოვიდგენდი თუ ესე ფიზიკურადაც აი არაფერი არ მევნო და არაფერი არ გამიჭირდა და მე თუ ესე გავაკეთებდი და მე უკვე დაიწყო აი მის მე იმ ადამიანმა ფაქტიურად ამდენი წლის მანძილზე იმხსნილებდა ხოლმე და აი დღეს უკვე მე ეს ადამიანი აღარ თხოვლობს გამხსნილებას იმიტომ რომ მიხვდა რომ თურმე მარხვა არ უჭირებს ადამიანს არაფერს მაგრამ არის შემთხვევები როდესაც აუცილებლად ორგანიზმს ან თუნდაც მეძუძური დედა ან თუნდაც ორსული არის და რაღაც პრობლემები და ანემია აქვს თუნდაც ადამიანს რა თქმა უნდა ექიმის რეკომენდაციით და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით რა თქმა უნდა ხდება შემსუბუქება. დიახ. ხშირად არის ხოლმე ასეთი ფაქტიც, როცა არიან მარხვაზე, მაგრამ მიირთმევენ მაგალითად კარაქს, ნამცხრებს, შოკოლადებს. აი ესეც რამდენად მისაღები არის. ფიქრობ ეს ჩვენი ადამიანური სისუსტე არის ესეც რომ აი ადამიანი თუმცა ალბათ ადამიანი არ აშავებს ხო ამ დროს იმიტომ რომ ის ვერ მოედავები ხო იმიტომ რომ ნახეთ ფიზიკურად ადამიანი გეუბნება იცი რა ეს სამარხო ნამცხვარია და ინგრედიენტები რო ნახო არაფერს ისეც არ შეიცავს ხო რაღაც ცხოველურ ცხიმს და რამეს არ შეიცავს მაგრამ ნახეთ აქ რა არის მარხვა ეს არის სულიერი რაღაც არის ახლა სამარხო კამფეტები შოკოლადი რაღაც მაგრამ უნდა გვახსოვდეს რატომ მარხულობთ რომ ჩვენ ნაკლები ყურადღება დაუთმოთ სასატკბილობას, გემოთ მოყარეობას, ხო? მარხვა მარტო ის არ არის, რომ ხორცი არ ჭამო და რაღაცა ის მარხვა უნდა იყოს სულიერებაც, რომ აი ჩვენ მარტო ის რომ ხორცი არ ჭამო და მე ლოცვა უნდა ისწავლო მარხვაში, მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვაში არ უნდა გახდე საკვების მაძებარი. რომ რაღაცა რითი გაიგემრიელო პირი, რითი გაიგემრიელო მუცელი, რითი დატკბე, როგორი კარგი გემო ჩააყოლო ეს სამარხო ნამცხვარი და მე აქებენ და მსჯელობენ ადამიანები, რომელიც სამარხო ნამცხვარი უფრო გემრიელია და ეს ფიქრობ უფრო სასაცილო ქრისტიანობამდე მივდივართ, ხო? ამიტომ ჯობია, ნუ თუ შეხვდა არის ახლა რაღაც შეხვდა, ხო? აი მიიღებ უპრობლემოთ, მაგრამ შენ არ უნდა ეძებო და შენ არ უნდა მოიძიო და საზრუნავში არ უნდა ჩავარდე, რომ აბა ახლა დროზე მარხვა დაიწყო და აბა უცბად მთელი თვის რეცეპტი რა ქვია განრიგი ჩამოწერო რომელ დღეს რასაკვები რა ნამცხვარი როგორი შოკოლადი რასასმელი უნდა დალიო და ესე ვთქვათ მარხვაში დაკავებული ხარ არა ლოცვით და ეკლესიაში დახსარებიდაზე არამედ მთელი მარხვა ფიქრობ ყოველი დღე როგორ გაწერო რა სამარხო საკვებები და ტკბილეულები დააყოლო ნამცხვარი გამოაცხო და რაღაცა გაიგემრიელო და ფაქტიურად შენ დისკომფორტს ან ვერაფერს ვერ გძნობ აი ახლა ერთ-ერთი მაგალითს გეტყვით რომ მე მქონდა მე ჩემ თავზე გეტყვით რომ ესეთ რაღაც რომ აი სოიო გაგიგონია რომ სოიოს და უცბად ესე მწვადივით შეწვეს ჩემს ოჯახში და ერთი ორჯერ მეც მივიღე ჩვეულებრივად და ისევ ჭამდი ამ სოიოს ესე ვთქვათ მწვადს რომ მე უცბად სინდისმა მამხილა მე ჩემ თავზე ვამბობ ამას რომ ფაქტიურად მე ვფიქრობ რომ მარხვას ვარღვევდი იმიტომ რომ აბსოლუტურად მწვადის გემოზე ჭამდა ადამიანი ხო აი არ ვიცი მე გეტყვით რომ ამ დროს მართლაც მარხვა ირღვევა და გეტყვით რომ მარხვა რა არის აი ერთ-ერთი კათოლიკოსი საქართველოსი ეფრემ მეორე მარხვაშიო ლობიოს არ ჭამდაო რატო არ ჭამდა ლობიო სამარხვაა ხო ლობიო მაგრამ ყველაზე ძალიან უყვარდა ლობიო და აი ის რაც ყველაზე ძალიან უყვარდა მარხვაში იმას არ იღებდა
აი მე ვფიქრობ, სწორი მარხვა ეს არის და არ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცებით შევიმსუბუქოთ და გავიგემრიელოთ. რაც მოგვეცემა და არის საშუალება აკეთე, უპრობლემოდ, უდრტვინველად და მთავარი ყურადღება არა მხოლოდ საკვებზე, არამედ უნდა იყოს სულიერად, ეს არის ლოცვა, მოძღვართან ახსარება, გულწრფელი ახსარება და ზიარება, ხშირი და მსახურებას დასწრება. რაც შეეხება ახსარებასა და ზიარებას, აი თქვენ როგორ კურთხევას აძლევთ ხოლმე მრევლს, ყოველკვირა ეზიარონ, თვეში ერთხელ თუ აი ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი? ვინც გიყვარს ადამიანს უყვარს შვილი და შეიძლება უთხრა, რომ თვეში ერთხელ შეხედე მხოლოდ შვილს. და თვეში ერთხელ მოეფერე შვილს, აი ცუდი შედარებაა, რა თქმა უნდა, ხო უფალთან. როცა წირვაზე არის მოწოდება, რომ მიიღეთ და ჩამოხორცი და ტარდება წირვა. ყოველ წირვაზე გაისმის სიტყვები საოცარი, მიიღე და სჭამეთ, ესე არის სიცხლი ჩემი თქვენთვის დათხეული, მისატევებელო ცოდათა. წირვაზე დგახარ და ეზიარები და არ ვეზიარებ. რატო არის? აი ყოველკვირა ხო არ ვეზიარები. ყოველკვირა რატო ესწრები წირვას? ესწრები წირვას და არ ეზიარები. აი რანაირად მე ვიცი პატრიარქიზე, მე ვიცი წმინდა მათონელი მამებისგან და წმინდა მამებისგან, რომ ყოველთვის უნდა წყურვილი გქონდეს და ამისთვის ოღონდ რა თქმა უნდა, მე ვამბობ, რომ უნდა ეზიარებოდ და გაუბრაულდეს შენი ყოველდღიური ზიარები, წმინდა ზიარება. ყოველ დღე თუ ეზიარები, ყოველ დღე უნდა ემზადებოდეს სათანადოდ და ნახავ თუ შენ ყოველ დღე ემზადები, როგორ იცვლება შენი შინაგანი, ფიზიკური თუ სულიერი ცხოვრება და საერთოდ სხვანაირ სამყარო ხდება შენ თავში. სხვანაირი, ასე ვთქვათ, მოდი ესე ვთქვათ, ახალი ცას ხედავ შენ თავში, რომ რამხელა დიდი თურმე მომზადებას ძალა ქონია, შენ თუ ყოველ დღე ზიარები და ამას გულწრფელად ემზადები ზიარებისათვის, ახსარებით, სინანულით, ზიარების ლოცვის წაკითხვით, რამხელა ცვლილება ხდება შენს თავში და როგორი ძნელია ცვლილება საკუთარ თავში და აი ყოველ დღე, ყოველ კვირა ზიარებით მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი იცვლება და ვინც ემზადება რა თქმა უნდა. აი როგორ უნდა მოემზადონ ამისათვის, მოჟერა არის საჭირო. დიახ, ვინც მხოლოდ რელიგიურ გზნობას იკმაყოფილებს ზიარებისთვის, ეს რა თქმა უნდა დანაშაული არის. თვეში ერთხელაც რო ეზიარებ, იმიტომ რომ ეზიარებოდე, აი ზიარება ეს დანაშაულია. თვეში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ შენ უნდა განსაკუთრებულად ემზადებოდე, უნდა ახსარებას ამბობდე, უნდა ცდილობდე, რომ ხმაურიან ადგილს მოსცილდე. მე ესე ვფიქრობ, რომ როდესაც უნდა წირვაზე უნდა ესწრები, უნდა წახვიდე წირვაზე, უნდა ზიარებაზე მიხვიდე, უნდა ეცადო, რომ მაქსიმალურად მოწყდე ხმაურიან განკითხვის ადგილებს, აი ესეთ ქაოსურ მდგომარეობას, ჩხუბს უნდა აერო. ნახეთ, ახლა საკუთარ თავში გაცვლილება ხდება. რომ შენ იცი, რომ უნდა ეზიარო, უნდა განემზადო, განეწყო და ამ დროს მოთმინებაში ვარჯიშობ, რომ არა, იცი მე შფოთით ხო ვერ მივალ წმინდა ზიარებაზე. მე მრისხანებით ხო, მე სიძულივით ხო ვერ მივალ, მე აგრესიით ხო ვერ, სამაგეროს გადახდით ხო ვერ მივალ წმინდა ზიარებაზე. ნახე, უკვე ცვლილება ხდება. დღეს ზიარებამდე ესე მიდიხარ. ხვალაც თუ ზიარება, ხვალაც იგივე გიმეორდება. მე ხო აი ამ ცოდობით ვერ მივალ. ზეგაც ყოველკვირა ზიარები, ყოველ დღე ესე იგი შენ თავს ამუშავებ, რომ შენ იყო შინაგან სიმშვიდით და რა თქმა უნდა ეს უპირობოდ მოდის შეცვლა, ცვლილება. ფერის ცვალება საკუთარ თავში და გეტყვით რომ აი მისი უწმინდესობამ თქვა მე ძალიან კარგად მახსოვს ჩანაწერიც არის ქადაგება რამოდენიმეჯერ გაამახვილა ყურადღება რომ ისეთი დრო არის მოსული რომ ყოველკვირა უნდა ეზიარებოდე წირვაზე ყოველთვის უნდა ეზიარებოდეთო ქართველებს და სულიერ შვილებს მოგვიწოდა რომ ჩვენ გადარჩენა მხოლოდ ქრისტეში და ხსნა მხოლოდ ქრისტეში არის. და ბოლოს მამაოჟა რას ურჩევთ შობის მარხვაში მრევლს, იმ ადამიანებს რომლებიც არ არიან მარხვაზე, ან არ დადიან ეკლესიაში? შევიყვაროთ ერთმანეთი, შევიყვაროთ ღმერთი. თუ ჩვენ ვამბობთ ხშირად რომ აი ღმერთი მიყვარს და ადამიანი გძულს. ადამიანის სიძულვილი ნახეთ როგორ არის ზოგს ახლა ფიქრობს რომ აიცი აი მასაც ბძულ ვარ ან შენც ბძულ ვარ შეიძლება ბოროტულ საქციელს აკეთებს სულ საქციელს ის საქციელი უნდა გძულდეს და თანამონაწილე არ უნდა იყო მისგან რომ შორს დგახარ რომ შენ მასში თანამონაწილე არ ხარ ეს არ არის სიძულვილი მაგრამ შენ რომ ადამიანს იძულებ და გძულს და ვერ იტან ეს უკვე ძალიან დიდი დანაშაულია მაგრამ უნდა ვერ იტანდე ადამიანში ცოდვას ისევე როგორც შენ თავში ვერ უნდა იტანდე ცოდვას და აი პირველ რიგში ვფიქრობ რომ მარხვის არსიც ეს არის რომ ვისწავლოთ სიყვარული ჩვენ ყველას გვაქვს სასწაულის სიყვარული და ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ ერთმანეთის მიტიმტო სიყვარული ის რას ნიშნავს უპირობოდ გვასწავლის უპირობო სიყვარული ეს არის მიტევებასაც გვასწავლის რომ თუ მე მიყვარს შვილი აუცილებლად ყველაფერს პატიობ და არადროს არ უხსენებ და სამაგეროს შვილს წარმოგიდგენია ამიტომ თუ ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი უპირობოდ თუ გვიყვარს ერთმანეთი წინაპირობა თუ არა გვაქვს არაფერი აუცილებლად ჩვენ ვიქნებით მიმტევებლები შემწყნარებლები და
და რომც მოხდეს მოყვასმა შეცოდა შენ ყოველთვის, იმიტომ რომ სიყვარულს ესეთი ნიჭი აქვს, საოცარი ნიჭი აქვს. სიყვარული თავად ღმერთი არის და აი წარმოვიდგინეთ ისეთი ნიჭი აქვს, სულიერი ძალა აქვს სიყვარულს, რომ როდესაც ადამიანი თუნდაც გწოდავს და შესოდავს შენ წინ, შენ ყოველთვის გამამართლებელი საკითხიდან უყურებ, რომ იქნებ ესე არ იყო და ის სხვანაირი იქნებ, სხვა პრობლემა ქონდა, ისე იქნებ შინაგანად რას იქნებ რა უჭირდა იმ ადამიანს და მაგიტო გააკეთა, მაგიტო მოიქცა მასე. ანუ ყოველთვის კეთილი ზრახვებით უყურებ ამა თუ იმ გამოწვევას და ამ შემთხვევაში უკვე შენ სწავლობ სიყვარულს და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად მომხდა ღმერთი მიყვარს და ადამიანი გძულს, როგორ შეიძლება უხილავი ღმერთი გიყვარდეს და ამ დროს ხილული ადამიანი, ღვთის შვილი გძულდეს. ამიტომ ჯერ ვისწავლოთ, მოდით ერთმანეთის სიყვარულიც და აუცილებლად მერე ვისაუბროთ ღვთის სიყვარულზეც და ღმერთი აუცილებლად თვითონ სიყვარულია და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ, რომ თუ ერთმანეთში ვისწავლით ერთმანეთის სიყვარულს, ვიხილავთ, რომ ღმერთის სიყვარული ქონია გულში. და ყოველ ადამიანი არის ღვთის ხატება და მსგავსება და ყოველ ადამიანში უნდა დავინახოთ ღმერთი. დიდი მადლობა მამაოჩე, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ და როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ წირვა, ხო, ყოველ თელიშობის მარხვა, ყოველ დღე იქნება წირვა და ესეც მნიშვნელოვანი არის ღვთის მადლით ჩვენ მეუფესგან ავიღეთ კურთხევა, რომ პეტრე-პავლობის მარხვა, მარიამობის მარხვა და შობის მარხვა ყოველ დღე გვაქვს ხოლმე ღვთისწყალობით წირვა და ღვთის მადლით აი ღმერთის ჩვენ ვითხოვთ ჩემწეობას ღვთისმშობლისაგან, წმინდანთა მეუხებას, რომ ჩვენ შეგვაძლებინოს, რომ ჩვენ გვაქვს წირვები ყოველ დღე ღვთისწყალობით ამ მარხვაშიც ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი მრევლი და მედავითნების და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სამრევლო და ჩვენ ინტერნეტში დავდებთ ხოლმე ესე რომ ჩამოვყვეთ ახლა რა თქმა უნდა დამახსოვრებაც რთულია ადამიანებისთვის და ჩვენ ინტერნეტში სოციალურ ქსელში ვათავსებთ სად რომელ ტაძარში გვაქვს წირვები ზოგჯერ ღამით გვექნება ხოლმე და ხშირად უფრო ამ მარხვაში გვექნება ღამით წირვები დღესასწაულებზე ჩვეულებრივად დილით 10:30-ს დავიწყებთ წირვებს ეს წირვები ინტერნეტში განთავსდება ზოგჯერ სამებაში ჩატარდება ზოგჯერ მთავარანგელოში ზოგჯერ იოანე ღვთისმეტყველის ძირკვის ზოგჯერ იოანე ნათლისმცემელში ესე ტაძრები გვაქვს ღვთისმადლით და ამ ტაძრებში ვწირავთ ხოლმე ყოველდღიურად მორიგეობით და მონაცვლეობით და ძალიან დიდი ღვაწლი არის ეს ნამდვილად ეს არის ძალიან დიდი სიხარული ღვაწლის რა გითხრათ მაგრამ უდიდესი სიხარულია როდესაც ღმერთი გვაძლევს საშუალებას რომ წიროთ და ამ დროს ღმერთი შენთან არის და შენ ღმერთთან ახარ და ამას განიცდის წირვის წირვაზე ადამიანი ვინც წირვას ესწრება და მონაწილეობს ამას განიცდის და ხარ დაცული და გარე სამყაროში ხარ დაუცველი ამიტომ წირვა ეს არის ზეციური მსახურება დედამიწაზე და მე ყოველას გირჩევთ და გისურვებთ რომ აი ამ წირვის სიტკბო და გემოვნება ქონოდეთ ყოველას სულიერი გემოვნება რა თქმა უნდა და ის სიხარული სულიერი განგვეცადოს ყოველას ერთად და ის მადლი წყალობა წამოგვეღოს ყოველ წირვიდან ჩვენს ოჯახში და ჩვენი შვილებისთვის. დიდი მადლობა მამაოჩე კიდევ ერთხელ. მადლობა ღმერთ თქვენ